ფოტოგამოფენა დუხობორების საქართველოში მეფის რუსეთის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოში იძულებით გადმოსახლებული დუხობორების ყოველდღიური ცხოვრება ფოტოგრაფ ნათელა გრიგალაშვილის ობიექტივში მოექცა. დუხობორთა ისტორიულ-რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ჯავახეთში ცხოვრობენ, ნელ-ნელა ტოვებენ ამ რეგიონს. დუხობორები თვითონ არიან ომის მოწინააღმდეგეები, მშვიდობის მოყვარე დაჯგუფება, რომელსაც უარი თქვეს ბრძოლაში მონაწილეობის მიღებას და სადღესასწაულო სამოსში ჩაცმული დუხობორები გამოქვაბულში იმ ადამიანების ხსოვნას მიაგებენ პატივს, ვინც წლების წინ ომის წინააღმდეგ გაილაშქრა და იარაღი დაწვა. კავკასიის მთავარმართებელმა მიხეილ ვორონცოვმა მაშინ დუხობორები მწარედ დასაჯა. მათი ნაწილი გაროზგა, მეორე ნაწილი კი ციმბირში გადაასახლა. ესენი არიან მომღერალი ფსალმუნებს გალობელი ქალები, რომელიც ყოველთვის არიან დაკრძალვის დროს. დუხობორების ისტორიულ-რელიგიური ჯგუფის ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ისტორიას ფოტოებით ფოტოხელოვანი ნათელა გრიგალაშვილი გვიამბობს. ურთიერთობის აწყობა არ იყო ადვილი მათთან თავიდან დაწყება, თუმცა მე დროთა განმავლობაში ალბათ შეიძლება ითქვას ნელ-ნელა შეეჩვენ ფოტოაპარატსაც, მეც შემეჩვენ ფოტოაპარატსაც, საკმაოდ ჩაკეტილი ხალხია. მეფის რუსეთის მიერ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჯავახეთის მიწაზე იძულებით გადმოსახლებული 15,000-მდე დუხობორიდან ჯავახეთი უმეტესმა ნაწილმა უკვე დატოვა და თავი რუსეთს და კანადას შეაფარა. ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებულ სოფლებში 150-მდე დუხობორი და მხოლოდ 55 ხშირად ერთწევრიანი ოჯახი თუ შემორჩა. სულისათვის მებრძოლი ეს უკიდურესად პროტესტანტული ჯგუფი დღესაც საკუთარი უჩვეულო ტრადიციებით და მძიმე ცხოვრებით ცხოვრობს და თავს ისევ საკოლმეურნეო წყობის პირობებში ირჩენს. ძირითადად ისინი დასაქმებულები არიან სახლში, ანუ ყავთ მეცხოველეობა, გარდა ამისა არსებობს ერთ-ერთი ფერმა, სადაც მუშაობენ მარტო მხოლოდ დუხობორები და ესე ცხოვრობენ ჩვეულებრივ. ამი განსაკუთრებული, მე ვერ ვიტყვი რაღაცა განსაკუთრებული აქვს. სერიაზე მუშაობას ავტორმა 3 თვე მოანდომა. ჯავახეთის მიდამოებში იმოგზაურა, გზად კი ძალიან საინტერესო გმირები, უმეტესად მოხუცები, მათი სახლები, საძოვრები და სადღესასწაულო რიტუალები შემოხდა. ფირზე გადაიტანა და ერთგვარ ვიზუალურ ისტორიად აქცია. შენარჩუნებული აქვს თავიანთი გარკვეული რაღაც ტრადიციებიც და მე ვფიქრობ, რომ მეტნაკლებად ფოტოს შეუძლია თქვას. მე მიყვარს იმ ადამიანების გადაღება, რომლებიც ახლოს არიან ბუნებასთან. შეიძლება ამიტომაც ეს ადამიანები ძირითადად ცხოვრობენ სოფლებში. დუხობორების დიდი ნაწილი ჯავახეთს ტოვებს. მათი წინასწარმეტყველების და ლეგენდის თანახმად ჯავახეთი მათთვის წმინდა მიწაა, რომელიც დროთა განმავლობაში უნდა დატოვონ. ლეგენდის ბოლოს დუხობორების დიდი ნაწილი ისევ უკან ბრუნდება. მანამდე კი ჯავახეთიდან შორს თბილისში ნათელა გრიგალაშვილის მიერ გადაღებული დუხობორების ყოფის ამსახველი გამოფენა ევროპის სახლის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება.